აი აქ მაგალითად თამაშობდით და მე გამარჯვებულებს პრიზები დაურიგეთ. წრეზე იდგნენ ბავშვები მახსოვს ეს თამაში სასწვენით თამაშობდით და გამარჯვებულ ბავშვებს მე რაღაც პრიზები დაურიგეთ. აი ეს ძალიან საყვარელი პატარა სათხარ ნეტა ეხლა და რამდენი წლის ახარ და ვინ ხარ. ესენი ზოოპარკში მივდიოდით, დიდი ბიჭები მეხმარებოდნენ, ანუ ჯგუფად დავყოფდით და ყველას, ანუ 4-5 ბავშვი ვინმეზე ჩაბარებული მყავდა, რომ ბავშვები არ გაფანტულიყვნენ. აი ახაც ქალბატონები ყველა ერთად ერთ დარბაზში ჩავატარეთ, ეს სკოლის დარბაზი იყო საბავშვო ბაღი ზუსტად არ მახსოვს, გახსენება შემიძლია მერე და მე ყველამ ერთად საქართველოსთვის ილოცა და ეს სამთლები ავანთებინეთ, თავის შეიძლება მანდაც ვინმე მიცნოს. ეს თბილისის მეათე საჯარო სკოლაში ცხოვრობდნენ უმეტესობა მათგანი როგორც ჩანს. ეს გოგონაც ძალიან შთამბეჭდავი ფოტოა, შეიძლება ეხლა უკვე დიდი და თავი იცნოს და გაიხსენოს ეს კადრები. და ჩემი მიზანი, მაინც ჩვენი მიზანი იმ დროს იყო, რომ აი ნაყინებს მიირთმევენ საყვარლად ძალიან, რომ რეალობას მოწყვეტილიყვნენ და არ ეფიქრათ, რომ ისინი თავის სახლში არ არიან და ეფიქრათ გართობაზე, ეფიქრათ, რომ ისინი მნიშვნელოვანები და საჭიროები არიან და ასედაც იყო. აი აქაც ჩემი ახალგაზრდა მეგობრები მეხმარებიან აქ და გავაკეთე ისე, რომ გოგონებთან გოგონები, ბიჭებთან ბიჭები დაუმეგობრდებოდნენ და მთელ დღეებს ვატარებდით ერთად. მოგესალმებით. მადლობას გიხდით, რომ გამონახეთ. მინდა გაგვეცნოთ. ვინ ხართ, სად ცხოვრობთ, რა საქმიანობთ? მე ვარ ლუიზა ირემაძე, ქართველი ვარ, უბრალოდ საქმიანობ. ვერ რაღაცას ვაკეთებდი ახალგაზრდობაში თუ ცდილობდი და ვემსახურები ჩემ ქვეყანას სიყვარულით, მიყვარს ადამიანების სიცოცხლე და რა ვიცი როგორ თქვა, ყოველ დღე ვცდილობ ერთი ადამიანი მაინც გავახარო. ის რო არის თუ გახსოვს, გეცოდინება, მაგრამ თუ გახსოვს თითო კაცს კარგი რომ გაუკეთოს უბედური ამ ქვეყნად აღარავინ იქნებაო და მე ვფიქრობ ჩემი ცხოვრების მისია არის რომ ისე ვიცხოვრო ერთი ადამიანი მინიმუმ გავახარო დღეს და ამით რაღაცას ჩემ დანიშნულებას ვასრულებ ასე მგონია. კადრები 16 წლის შემდეგ. ამ ფოტოები და დღეს 2024 წელს უკვე 16 წელი გავიდა. და იყო ეს ამ ფოტოების გადაღების მიზეზი, როდის გადაიღეთ? რატომ გადაწყვეტეთ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ამ ფოტოების შესახებ ალბათ არავისთან არც არაფრის არ ვიტყოდი, მაგრამ ერთხელ მახსოვს ზაფხულში ერთ-ერთი საუბრის დროს, როცა საუბრობდით ჩვენ, გავიგე რომ იქედან ხარ იმ რეგიონიდან, სადაც ომი იყო, აგვისტოს ომი და ამან რაღაცნაირად ხელახლა შემძრა. ის მომენტები გამახსენდა. ეს ჩვეულებრივი ფოტოებია, რომლებიც გადაღებული მაქვს ომის შემდეგ დღეებში, ანუ იმ მიმდინარე დღეებში, გულებით გადასახლებულ ადამიანებთან მიწევდა ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობა და ვიღებდი ამ ფოტოებს, უბრალოდ მათ ვახარებდი, ზოგი მათგანის დაბრუნება მოვასწარი, ზოგის ვერა სამწუხაროდ მერე დაბეჭდაც მომიწია. ეს ჩემთვის ისტორიაა. კი, ეს ისტორია, უბრალოდ ნებისმიერი ბავშვი აქ, თუნდაც აი ეს პატარა ბავშვი, მაშინ რო ასეთი ჩვილი იყო, ეხლა ხო 16-17 წლის არის და ანდა ნებისმიერი მოზარდები, ნებისმიერი პატარა ბავშვი, ეს ეხლა ხო უკვე დიდი ბიჭია და ნებისმიერი ვინც 10 წლის იყო, 12 წლის იყო და ეხლა დიდი კაცები და ჩემთვის ეს არის მთელი ისტორია. არ არის კარგი მომენტები სამსახველი შეიძლება ითქვას, მაგრამ თითოეული გადარჩენილი ადამიანი და განსაკუთრებით ბავშვი და ახალგაზრდა ჩემთვის საჩუქრად მიმაჩნდა იმ დროს და ისინი დღესაც ჩემი საჩუქრები არიან. ყორთული ომის დროს ასეთი კადრების აღბეჭდვა. ჩემთვის ეს მე საკვირაო სკოლაში მუშაობდი და მუშაობდა. იმ დროს ყველაფერს ვცდილობდი ჩემ მეგობრებთან ერთად განგვეტვირთა ამ ბავშვებისთვის რაღაც ისეთი გაგვეკეთებინა და ეს ისეთი ბუნებრივად კადრებსაც თუ შეხედათ, ნახეთ ეს ღიმილიანი სახეები, ყველა პირობას უქმნიდით ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ბავშვებს თავი ეგზნოთ ბედნიერად. თამაში, გართობა, პარკში წაყვანა, რა ვიცი, ზოოპარკში წაყვანა, ეს ზოოპარკის კადრებია. ვცდილობდით ყველანაირად. ეს აგვისტო არის 2008 წლის აგვისტო, კი. ჩემი მეგობრები მეხმარებოდნენ ახალგაზრდები, ჯგუფ-ჯგუფად გავყოფდით, წავიყვანდით ბავშვებს, ვათამაშებდით და ძალიან ბედნიერები ბრუნდებოდნენ. ზოგი რომელს საბავშვო ბაღში ცხოვრობდა იმ დროს, ზოგი რომელს საჯარო სკოლაში მაშინდელში და
ძალიან ბედნიერი ვიქნები ალბათ თუ ნებისმიერ მათგანს სადმე ისე შეხვდები და სიურპრიზები შეიძლება გაგრძელდეს და ნები და 16 წლის შემდეგ თუ რომელიმე იცნობს თავის თავს. კი, შეიძლება იცნონ კიდევაც, არ ვიცი, ახლა ფიქრობ ამითაც არაფერი დაშავდება ამ კადრების გასაჯაროების. ამ შემთხვევაში არ დაშავდება პირიქით შეიძლება თავისი თავი კი ბატონო. შეიძლება რომელიმე მათგანმა იცნოს თავისი თავი ან თავისი მეგობარი იცნოს და ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ რომელიმე მათგანს ისევ სადმე შევხვდები. ძალიან საინტერესოა. აი ესენი აქ ძალიან კარგად ჩანან ბავშვები და შეიძლება რომ თავის თავი ვინმე მიცნოს. აი ეს გოგონებიც მაშინდელი მოზარდები. თითოეული ფოტო ყვება ისტორიას. ესეც ბებო და თავისი აი ეს ბავშვი ახლა დაახლოებით 17 წლის დაახლოებით. ესენიც ეს პატარები რომლებიც სამთლეს ანთებდნენ და საქართველოსთვის ნოსილობდნენ ერთ-ერთ დარბაზში დაახლოებით მასე იქნებიან კი. ეს ბავშვები ახლა ალბათ სავარაუდოდ სტუდენტები სადმე მუშაობენ უკვე დიდები მაწვდომა მე არა სამწუხაროდ უბრალოდ შენთან შეხვედრა მაშინ გამიღვივა სურვილი წასულიყავი და გადანახულ ფოტოებში წლების წინ გადანახულ ფოტოებში ამომეღო გამეშალა ხელახლა ეს ფოტოები და გამეხსენებინა ის ახალგაზრდები და ის ბავშვები და იქნებ ვინმე იცნოს თავი გაუჩნდეს სურვილი დაუკავშირდეს საბატონოისას. ვფიქრობ უმეტესობა მათგანი წეროვანში ცხოვრობს. წეროვანში იმ დროს მარტო ტრიალი მინდორი იყო და მახსოვს ერთმანეთის სახლში შედიოდნენ, იმიტომ რომ სახლს ვერ აგნებდნენ და შესაძლებელია რომ რომელიმე და ბევრი მათგანი იქ ცხოვრობდეს. კარგი იქნებოდა თუ ერთხელ წეროვანშიც მივიდოდით ალბათ და ან სტენდი ან რა ვიცი მსგავსი რამე გაგვეკეთებია რომ შეიძლება თავის თავი გამოიცნონ ბავშვებმა. თვითონ უკვე დიდმა სტენდის ანახავად მოსულმა ნახოს რომ თავისი თავი აღმოაჩინოს. არ არის ჩემი გახსენება აუცილებელი თავის თავი გაიხსენოს და ჩემთვის რა ვიცი დიდი სიამოვნებით დავგეგმავდი მათთან უკვე დიდებთან შეხვედრას და უბრალოდ აზრის ხმას და იმის ხმას რომ მე იქედან ვარ და მეც ცხოვრობდი სამაჩაბლოში და თქვენ თვალზე მომდგარ ცრემს ასეთი გამოხმაურება მოყვა ჩემში და თუნდაც ეს წუთები, თუნდაც ეს უბრალოდ გაზიარება ჩემთვის ძალიან დიდი რამეა, იმიტომ რომ როცა ომი დაიწყო და გავიგეს, გადაწყვიტე ნაყინი არ მეჭამა, მანიკური არ გამეკეთებია, ფრჩხილის ლაქი უკაცრავად და თმა არ შემეღება და რაღაცა კაპიკზე დამემატებია მე და ჩემი მეგობრების უმეტესობას და ასე რამდენიმე ბავშვის დღე გამელამაზებინა თუნდაც და მახსოვს დღეები, როცა საწოლში არ წვებოდი, სახლში არ მიდიოდი და ბოდიში ემოციებისთვის ვამბობდი, რომ ჩემი სისხლი და ხორცი იქ ტყეში დარბიან, ტყეში წვანან, ვიღაცა კვდება, ვიღაცა სახლიდან იძულებულია გაიქცეს და მე თბილად როგორ ჩავწვე ლოგინში და მახსოვს ოფისში ხის გრძელი მაგი დაიყო და ძალიან რო დავიღლებოდი, იქ წამოვწებოდი, ვიჯექი ვწერდი, რაღაცას ვამზადებდი ბავშვებისთვის, მოცულობდი და ძილიც კი არ მეკარებოდა. არ იყო ისე რომ მეორე დღეს გამომეძინებია, მახსოვს რომ გადამიბამს დღეები ახალგაზრდა ვიყავი და შესაძლებელი იყო ალბათ. 16 წლის შემდეგ ეს დღევანდელ საქართველოს რას უსურვებთ? 16 წლის შემდეგ ვისურვებდი რომ მსგავსი აღარასოდეს არ განმეორდეს და ვისურვებდი რომ ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს თავის ოჯახში, თავის მშობლებთან და არასოდეს არ მოუწიოს ქართველს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ჩვენს მომავალ თაობებს აღარასოდეს ენახოთ მსგავსი დღეები, რაც საქართველოს ისტორია სამწუხარო ძალიან ბევრი ქონდა და კიდე ერთ დავამატებდი, შეიძლება ამ რომელიმე ბავშვის მამები გმირებიც კი არიან და მე ძალიან მინდა ვიცოდე რომელი გმირის ბავშვს იმ დროს რაღაცნაირად გვერდით უდექი და კიდევ დაუდგებოდი გვერდით რამდენადაც შემიძლია. ჩვენი ქვეყანა ზოგადად გმირების ქვეყანა და გმირების სამშობლოა და მინდა რომ მშვიდობიანი ზეცა უსურვო ყველა ბავშვს და ყველა ახალგაზრდას, რომლებიც მაშინ საკმაოდ შეშინებული იყვნენ და ეს ჩემი ძალიან მცირე რასაც ვაკეთებდი და ჩემი მეგობრებისგან ეს იყო რომ გადავეფარეთ რომ ეს ტკივილი ნაკლებად ებრძნოთ და ბედნიერები ყოფილიყვნენ. დღეს როცა ამდენი წელი გავიდა ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს შევძელი იმ დროს და მარტო ფიქრით არ დავიტოვე. დიდხანს ვფიქრობდი, მაგრამ თქვი მოდი ვიქნები გაბედული, მივალიმ სკოლაში, მივალიმ ბაღში, დაველაპარაკები ხელმძღვანელობას და იქნებ მე შევძლო მათთვის რაღაც სიხარულის მინიჭება და გამომივიდა.
ეს ახლა რა ვიცი. ხელა სად არის? ეს რა საყვარელია კიდეს პაწაწ.